გამარჯობა, ვოტ საქართველოს ნიუსის გუნდიდან მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარშავის სტუდიიდან ახალ ამბებს გაგაცნობთ. მწვავე რეზოლუცია საქართველოს შესახებ, გამოხმაურება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდან და პროექტები, სადაც ქართული დელეგაცია არ ჩანს. დღევანდელ გამოშვებაში ამ და სხვა თემების შესახებ მოგითხრობთ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დებატების შემდეგ 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში დაემატა ჩანაწერი, რომელიც გმობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მიმართ განხორციელებულ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს და აღნიშნავს, რომ იგი საქართველოდან დეპორტირებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, სადაც გამომსვლელთა უმრავლესობამ ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. გამომსვლელებმა საქართველოში დემოკრატიის უპრეცედენტო უკუსვლაზე გაამახვილეს ყურადღება. დებატების მონაწილეთა დიდი ნაწილი მოითხოვდა პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის ელენე ხოშტარიას გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების გაუქმებას, ოპოზიციისა და მედიის დევნის შეწყვეტას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს უფრო მკაცრი მექანიზმების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 52 მუხლის ამოქმედებას. დებატებზე ასევე გაისმა მოწოდებები ბიძინა ივანიშვილისა და დემოკრატიის რღვევაზე პასუხისმგებელი სხვა პირების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესების შესახებ. ასამბლეის არც ერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა და ამ რეკომენდაციების უგულებელყოფა აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ ხელისუფლებას აქვს რაიმე ნება შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ შემაშფოთებელია მმართველი უმრავლესობის ინიციატივა აკრძალოს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. გრძელდება დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელიც პოლიტიკურადაა მოტივირებული. ბოლო პერიოდში ხელისუფლების ოპონენტების დევნა კიდევ უფრო გაძლიერდა. თუ ეს ორი პროცესი გაგრძელდება, საქართველოში ფაქტობრივად ერთპარტიული სისტემა დამყარდება, რაც მიუღებელია და შეუთავსებელია ევროსაბჭოს წევრობისთვის. ხელისუფლების რეაქცია ევროსაბჭოს ინსტიტუტების მიერ გამოხატულ ნებისმიერ შეშფოთებასა და კრიტიკაზე სულ უფრო მეტად უარყოფითი და მწვავეა. თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა ევროპული კონვენციის შესაბამისად შეეცვალა და შეექმნა გარემო სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანად მუშაობისთვის. ამის პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ კერძოდ ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არავისგანაა მისაღები თითის ქნევით ლექციები უკითხონ ქართულ ხალხს. ეს არის სრულიად საპირისპირო იმისა, რაც გასულ წელს საქართველოში ვიზიტისას ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გვითხრა. ქართულმა ოცნებამ შარშან მკაფიოდ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები იქნებოდა გათვალისწინებული და შესრულებული. ბრიუსელში ევროკომისიამ წარადგინა დაკავშირებადობის დღის წესრიგის პლატფორმა, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და სავაჭრო ინფრასტრუქტურისთვის სავარაუდოდ 2 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზებას ითვალისწინებს. შეხვედრაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქეთის და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანონსის მიხედვით ღონისძიებაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მაღალი რანგის წარმომადგენლობაც უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ გამომსვლელებს შორის ისინი არ აღმოჩნდნენ. როგორც ევროკომისიის სპიკერმა გამოცემა net-gazette-თან თქვა, ღონისძიებაზე ყველა პარტნიორი იყო მიწვეული, თუმცა საქართველომ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო. ბრიუსელის განმარტებით, თუ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ კურსს არ შეცვლის, ის ამ ინიციატივის ფარგლებში არსებული სარგებლის შეზღუდვის რისკის წინაშე დადგება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ შესაბამის უწყებას ოფიციალური მიწვევა არ მიუღია. შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტსა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. პარლამენტის სპიკერი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებს გამოეხმაურა. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელს ტერიტორიაზე. ესაა ციტატა ბრიფინგიდან. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესებს, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის ნაცვლად პასუხისმგებლობა კვლავ ნაციონალურ
მოძრაობას დააკისრა. მისი თქმით, არსებული ვითარება ომისთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. კითხვაზე, რატომ არ არის რუსეთის მიმართ ისევე კრიტიკული, როგორც ევროკავშირის მიმართ, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთის ოკუპაციას სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმებით პასუხობს. ევროსტრუქტურების მწვავე კრიტიკის შემდეგ პაპუაშვილმა ქართული ოცნების მიერ ოკუპაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად ერთ-ერთი ევროპული ინსტიტუციის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა. პრაქტიკულად ევროპარლამენტმა თავის ბოლო ანგარიში თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. მაშინ, როდესაც რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელ ტერიტორიაზე. უპრეცედენტოა ისიც, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის საფუძველზე არ გააჩნია სახელმწიფო უფლებამოსილება, ქვეყნის ლეგიტიმურ წარმომადგენლად მოიხსენიებს, ხოლო ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, მთავრობასა და პრეზიდენტს დე ფაქტო ხელისუფლებად აცხადებს. 2008 წლის ომში დასავლეთ სასახელებს პასუხისმგებლად დიმიტრი მედვედევი. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ომის დროს პრეზიდენტი იყო, ამბობს, რომ დასავლეთმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთმა სამშვიდობო ოპერაცია ჩაატარა და სისხლის ღურა შეაჩერა. ჩვენ დავთანხმდით ეგრეთ წოდებულ ცუდ მშვიდობაზე, თუმცა სამწუხაროდ მეორე მხარემ სისხლის წყურვილის დაკმაყოფილება ვერ შეძლო და საკუთარი შეცდომები არ გაითვალისწინა, აღნიშნა მედვედევმა. ახალ რეზოლუციაზე და გამოხმაურებებზე საუბარს 2014-2016 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგი გიგიაძესთან გავაგრძელებთ. ბატონო გიგი, გამარჯობა, მადლობა თქვენი დროისთვის. როცა რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი მის მთელს ტერიტორიაზე. ეს არის შალვა პაპუაშვილის შეფასება, ციტატა. რა საფრთხეს ხედავთ ამ განცხადებაში? მოგესალმებით, მოგესალმები ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს არის კლასიკური, ასე ვთქვათ, აბსურდი, ეს არის პარალელი ტოლობის ხაზის გასმა, ისეთ გავლება, ისეთ ორ საკითხთან დაკავშირებით, რაც ფიზიკურად წარმოუდგენელია. ერთის მხრივ ჩვენ გვყავს ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი, რომელიც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ცდილობს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას, ცდილობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელსაც მოახდინა საქართველოში რამდენიმე სამოქალაქო ომის გააჩაღა სამოქალაქო ინიციირება მოახდინა, შემდეგ მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აღიარა ისინი ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს არის ქვეყანა, ეს არის მტერი ჩვენი ქვეყნისა და მეორე მხარეს არის ევროპა, ევროკავშირი, ევროპის საბჭო. ამ ორ უკიდურესობას შორის პარალელის გავლება არის სრულიად წარმოუდგენელი, ძალიან იაფასიანი პროპაგანდა. ეს აქ უკვე საკუთარ თავსაც გადააჭარბეს, აჯობეს უკვე საკუთარ თავსაც ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და ახლა ცდილობენ რომ არ ვიცი სიმართლედ ვიზია გათვლილი ეს ამ აბსურდი და მსგავსი სახის ტყუილი, მაგრამ ცდილობენ რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და სრულიად წარმოუდგენლად არასწორი კუთხით დაანახონ შექმნილი რეალობა ჩვენს თავს. ბატონო გიგი, აი მოდით სწორედ აი ამ შეცდომასთან დაკავშირებით თუ შეიძლება განუმარტოთ აი ესე მარტივად. რატომ არ არის ევროსტრუქტურების გადაწყვეტილებები მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ? ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროპული სტრუქტურები არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. იმის სათვალისწინებით, რომ აღნიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, იყო ძალიან ბევრი დარღვევა და გადაცდომა, ამ ორგანიზაციებმა და ამ ქვეყნების უმრავლესობამ არ აღიარა ისინი ლეგიტიმურად. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების და ამ ქვეყნების გადმოსახედიდან ქართული ოცნება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის აზრის გამომხატულ ძალას. რეალურად ეს ორგანიზაციები და ეს ქვეყნები არ ცნობენ ქართულ ოცნებას როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ეხლა რასაც ცდილობს ქართული ოცნება, ეს არის რომ თავის თავი წარმოაჩინოს როგორც საქართველოს უმრავლესობის მიერ არჩეულმა პარტიამ, რაც რეალობას არ შეესაბამება, ისინი ცდილობენ რომ საკუთარი თავის იმიჯი შექმნან ესე ვთქვათ, ისაუბრონ თითქოს და ქართველი ხალხის სახელით, თითქოს და ესაუბრონ დასავლეთს და ისაუბრონ თითქოს ისინი იყვნენ ლეგიტიმური
ხელისუფლება, რასაც თავისთავად არავინ აი ესე რომ დავაზუსტოთ, საკუთარ წარუმატებლობას ესენი ცდილობენ რომ აჩვენონ ისე, თითქოს ეს არის ქართველი ხალხის წარუმატებლობა ალბათ. დიახ, უფრო სწორედ ისინი ცდილობენ, რომ ყველა ის მკაცრი გადაწყვეტილება, რეზოლუცია, დადგენილება, სანქცია, რომელიც მათზე ვრცელდება და მათ გულისხმობს, ისინი ცდილობენ, რომ ეს განავრცონ საქართველოზე, ანუ თქვათ ირიბად, თქვათ ესე გადასცენ ეს ხალხს, რომ ეს რეალურად თითქოს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ სანქციებში, ამ რეზოლუციებში, აი ამ უკიდურეს კრიტიკაში თითქოს და გულისხმობენ ისინი საქართველოს, რაც არ არის სიმართლე. ისინი ახლა ცდილობენ, რომ წარმოაჩინონ ეს ყველაფერი თითქოს და ამ გადაწყვეტილებით ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოს წინააღმდეგ, ქართული ხალხის წინააღმდეგ აკეთებენ დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს, რაც არის სრული აბსურდი და არის ძალიან დიდი ტყუილი. აქ აქვს ჩვენ ორი განსხვავებული დამოკიდებულება, ორი სრულიად ცალკე მყოფი განზომილება, ერთი არის ქართული ხალხი, ქართული საზოგადოება, რომელსაც აქვს მუდმივი მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა, ჩვენი მუდმივი პარტნიორებისა, ევროკავშირის სტრუქტურებისა, ევროპის საბჭოს, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მეორე მხარეს არის ქართული ოცნება, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა აი ამ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და ბოლო რეზოლუცია, რომელიც ჩვენ გუშინ წავიკითხეთ, ამბობს ძალიან საინტერესო რამეს, რომ საქართველოში უკვე რეალურად აღარ არის ის მდგომარეობა, რომელიც მოგცემდა შესაძლებლობას დემოკრატიულ პირობებში ჩაგვეტარებინა პოლიტიკური საპარლამენტო არჩევნები. ბატონო გიგი, რომ დავაზუსტოთ, სამომავლოდ რა საფრთხეს ხედავთ აი ამ ტოლობის ნიშანს შორის, რომელიც ევროპულ სტრუქტურებსა და კრემლს შორის დღეს გაკეთდა? დიახ, ეს არის ძალიან გაცხადებული პირდაპირი პოლიტიკა ქართული ოცნებისა. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად იზოლირება მოახდინონ ჩვენი ქვეყნისა დასავლეთისგან. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დაგვაკარგინონ ჩვენ ყველა ის მონოპოლარი, რაც გაგვაჩნია ამ გზაზე. ისინი ცდილობენ, რომ საქართველოსთან მიმართებაში უკვე აღარანაირი წინსვლა არ იყოს და საქართველო აღარ განიხილებოდეს როგორც დასავლეთის პარტნიორი ან დასახტენი ევროპის ამ ნაწილში. და ამით ისინი ცალსახად ცდილობენ რასაკვირველია მეორეს მხრივ, რომ საქართველოს დაუახლოვონ რუსეთს. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული დეზინფორმაცია, რომ ცდილობენ რომ წარმოადგინონ დასავლეთი ისეთივე, ასე ვთქვათ, ძალად, როგორც არის რუსეთი, რომ დასავლეთი გაუთანაბრონ რუსეთს. ეს არის ნაცადი ხერხი რუსული პროპაგანდის, რუსული დეზინფორმაციული მანქანის ნაცადი ხერხია, რომ აი ესეთ ასამ ჭილში წარმოაჩინოს ევროპა, რომ შეიძლება ჩვენ კარგები არა ვართ, მაგრამ ისინიც ცუდები არიან. ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული სახელმწიფო წინიდან აღებული პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელსაც ქართული ოცნება უკვე იყენებს ძალიან დიდი ხანია და ისინი ცდილობენ საქართველოში შეამცირონ პროევროპული განწყობები, საზოგადოებაში შეამცირონ აი დამოკიდებულება დასავლეთთან, რომელიც ტრადიციულად იყო საქართველოში. რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, თქვენი პასუხებისთვის. დროებით გემშვიდობებით, დიდი მადლობა ჩვენთან ერთად იყო გიგი. საქართველოს ხელისუფლებამ კოორდინირებული სისტემა განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ძალაუფლების გასამტკიცებლად შექმნა. ამ სათაურით ანგარიშს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აქვეყნებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ადამიანის უფლებების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ რღვევას განიცდის, რადგან მმართველი პარტია სულ უფრო ხშირად მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ნათქვამი ანგარიში. დეტალები სალომე ბოკუჩავას სიუჟეტში. რეპრესიების ანატომია Amnesty International-ის ახალი ანგარიში პროტესტის, დარბევებისა და ქუჩაში დგომის 500-ზე მეტ დღეს აღწერს. ანგარიში აღწერილია, როგორ ისარგებლა ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო უმრავლესობით, რათა რეპრესიული კანონები დაჩქარებული წესით მიეღო. როგორ აქცია პოლიცია და სასამართლო ოპონენტების დევნის იარაღად. ასე იყო ერეკლე ლოლაძის შემთხვევაშიც ის 2024 წლის დეკემბრის მოვლენების დროს საპროტესტო აქციაზე დარბევის დროს სპეცრაზმელებმა საკუთარ ძმასთან ერთად ცემეს, რა დროსაც ყბისა და ნეკნების მოტეხილობა მიიღო. მიუხედავად ამისა, ის დააკავეს და გაასამართლეს. მაშინ ერეკლე დაჯარიმდა, მაგრამ ამ დრომდე არც ერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ჩვენ დაკავებაში სავარაუდოდ მინიმუმ 30 ადამიანი მაინც მონაწილეობდა სანამ დაკავების მანქანამდე მივედით.
იმის დაჯერება მიჭირს, რომ რომელიმე მინისტრმა მithumetes ძალოვანმა არ იცოდა რომელ ქუჩას რომელი ჯგუფი წმენდა. ნებულა ყველა მათგანი გამოკითხულია, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. უბრალოდ ამ ეტაპზე მათი დამალვის ოპერაცია მიმდინარეობს. უნებრივია ტროტუარზე დგომის შეზღუდვა, ქუჩაში მიღვით მოძრაობა, როცა ამას უდავდა ანონსებ, ეს რეპრესიული მიდგომაა და იმიტოა პროტესტი, ვთქვათ, პროტესტის ბევრი მონაწილე ამით შეშინდა. Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ინსტიტუტები მძაფ რეპრესიულ ინსტრუმენტად გადააქცია. განცხადების მიხედვით მათ ფაქტობრივად შექმნეს სისტემა, სადაც განსხვავებული აზრის მშვიდობიანად გამოხატვა დანაშაულად მიიჩნევა. ასე იყო ადვოკატ შოთა თუთფერიძის მაგალითზე, რომელიც 4000 ლარით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აზრის გამო დააჯარიმეს. ნამდვილში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ადამიანების პასუხისმგებაში მიცემა არასიძულვის ენის გამო, არამედ უბრალოდ მათთვის უსიამოვნო კრიტიკის გამო. ჩემი გამონათქვამი არ შეიცავდა არც სიძულვის ენას, არც რაიმე უწმაწურ ან უხამს გამონათქვამებს და იყო უბრალოდ სიამოვნო კრიტიკა საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირისა. ქართული ოცნების მიზანი არის იმ დისკომფორტის შემცირება ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის და მხარდაჭერებისთვის, იმ საზოგადოებრივი წნეხის შემცირება, რომელიც მათ ყოველდღიურად აქვს. Amnesty International-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ავიწროვებენ ჟურნალისტებს, დევნიან და გადარჩენის რეჟიმში ამყოფებენ. სამოქალაქო საზოგადოება კი ეროვნულ მტრად ითვლება. სამოქალაქო სივრცე დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე მძიმე უკუსლას განიცდის. ცემის დაკავების, დამანგრეველი ჯარიმებისა და პატიმრობის მიუხედავად, მომიტინგეები კვლავ ყოველდღიურად გამოდიან ქუჩაში. ალბათ ყველაზე რთული კანონებიდან აღმოჩნდა დამოურჩილებლობა და გზის ან ტროტუარის გადაკეტვა. დაკავებული ვიყავი 4-ჯერ, 2 იყო დამოურჩილებლობა პოლიციისადმი, 3 უпроსტორად და მე-4 იყო გზის გადაკეტვა. ჯარიმები მაქვს დაახლოებით 25,000 ლარის ფარგლებში. მართლა გვანახა ის ავსახად, რომ მაინც ეს დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის, შეიძლება რაღაც პროცენტზე იქონია გავლენა, თუმცა საბოლოო ჯამში საერთოდ სურათს რო შევხედოთ, ამაზე ხალხი არ ხრის თავს. Amnesty-ის ანგარიშის მიხედვით ხელისუფლებამ შექმნა ის, რასაც კრიტიკოსები დეზინფორმაციის მმართველობის სისტემას უწოდებენ. შეთქმულების თეორიები გლობალური ომის პარტიისა და ქვეყანაში მოსალოდნელი მეორე ფრონტის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მოღალატეებისა და აგენტების იარლიღებს აკრავენ. Amnesty International-ი ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს აგენტებისა და გრანტების შესახებ კანონი, შეწყვიტოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, მესამე სექტორის, ოპოზიციის ცილისწამებლური კამპანია და ეფექტურად გამოიძიოს მათზე თავდასხმის საქმეები, გააუქმოს ყველა უსამართლო პროცესით მიღებული განაჩენები, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაპატიმრებულები და აღადგინოს სასამართლოს სხდომაზე სრული საჯარო წვდომა. ძლიერი მიწისძვრა მოხდა ვენესუელაში, კარაკასში რამდენიმე წამის ინტერვალით 7,2 და 7,5 მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია სულ მცირე 160 ადამიანი, 900-ზე მეტი კი დაშავებულია. დაანგრეულია შენობები, ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. დაიხურა საერთაშორისო აეროპორტი. სტიქიის ზონაში დაკარგულების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ბიძგები იგრძნობოდა მექსიკაში, ჩილეში და შეერთებული შტატების ნაწილში. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა პუერტო-რიკოსა და ვირჯინიის კუნძულებზე. დღეისთვის სულ ეს იყო, გახსოვდეთ, ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.